ერთი ფილმი მაქვს რა ნახე და მე კომკავშირში შევედი. გახსოვთ რა პირველი ქართული ფილმია წუთის სოფელი გახსოვს ალბათ ხო? ნახე გეკრემ ეს ქართული ფილმი ხო იცდა რა. ყიფშიძეს გმირი არის რომ თამაშობს კომკავშირელი გავდა. აუ გადაირია მამა გამოეკიდნენ კარი. და ლენინი რომ მოკვდა მე როტირის და ლენინი გარდაიცვალაო და ქართული ფილმი წუთის სოფელი ხო? ეგრე ქვია კი მან. მე მგონი სოფიკო ჭიაველიც დამასწრებს. მე ესეთი სამად საერთოდ ადამიანებმა თითოეული ადამიანი ვართ ლიდერი. არ უნდა დაკარგოთ ლიდერის პოზიცია თქვენ. რა ხეპრესთან დაუჭიროთ, მე დამიჯეროს, იმიტომ რომ მე შენ არ გიღალატებ და შენ რო გამოგვედ ის ერთს მომატეხინებ გამიგეთ. ამიტომ ყოველთვის ჩემ შვილებსაც ამასვენებდი, სადაც ხარ იყავი ლიდერი. კარგი, მუსულმანობაში ხარ ლიდერი იყავი. კრიშნაისტი ხარ ლიდერი ხარ. თუ არ და რიგითი რატო ხარ? აი ქრისტიანობაში რატომ არის კარგი? ლიდერი ქრისტია და ჩვენ თანასწორები ვართ. ხედავთ? აქ ლიდერი არ არის. ქრისტია ჩვენ ლიდერი. და მე როცა ქრისტე ლიდერის მოწაფე ვარ, სადაც შევდივარ, მათზე მაღლა დავდგები, იმიტომ რომ ჩემი ლიდერთან ვსწორდები. და იქ როგორ შეიძლება სხვა დავექვემდებარო? უდიდესი უპირატესობაა ქრისტიანობას. შემიძლია არ გავჩერდი იმდენი უპირატესობა და გადმოაფრქვი ახლა თქვენთან ქრისტიანებს. მე არჩევანი თვითონ პიროვნებამ გააკეთეს ახლა. თან კიდე რელიგიის ისტორიას ვასწავლიდი და რელიგიის ისტორიის კურსი მიმყავდა და წიგნები მიყრია ახლაც. ყველა რელიგია შევისწავლე. გავხედე რა, არ გამომტოვები არც ერთი კულტურის. მითოლოგიასაც გავდიოდი ხელოვნების იმიდან გამომდინარე, ხო სპეციალ ისე არ გამოვა ხელოვნება მითოლოგიის გარეშე არ არსებობს, ხო? ხო. ასე რომ სოფლიო მითებიც კი როგორ მხიბლავდა ბერძნული განსაკუთრებით, რომაული, ასევე ისევ სკანდინავიის ქვეყნების მთელი უზარმაზარი 2 ტომი ახლაც მაქვს სოფლიოს ხალხთა მითები, წარმოდგენები. ან გეუბნებით ამაზე ძვირფასი წიგნი ბიბლია როა, მე საერთოდ არ წამეკითხია რა, იმდენი წიგნი მაქვს წაკითხული. რაც ჩემ მასაც უკვე შეეფერება, ხო? ახლა ვერ გაწვდები ახლა ტრილიონობით. აი ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბევრი რაც ძირითადად იყო, გავეცანი, წავიკითხე, ვიმეორე. ამიტომ არის ეს უპირატესი ჩემთვის. ეს არ მომახვია სხვა. ეს გაერთიანებაში არ მიიღია. არ მითხრა ვიღაცა ლიდერმა ქრისტიანი იყავი. მითხრა საფრთხე წელში ღმერთმა, თან წიგნებში რომ გავეღარ, მე ვედი ამ წიგნთან. აი უპირატესობა. ახლა რატომ მოგატყუებ? ვინმე მითხრა და გიმალავთ, გეტყვით იმასთან მიგით, ვინც მე მიმიყვანებთ. მაგას დაგიმალავთ? ერიგით. ანდრეამ პეტრე რომ მიიყვანა, მიგიყვანთ ისე. მე ვინც მითხრა იმასთან მიგიყვანთ. ეს არის იესო ქრისტე და ეს გესმით ჩემთან. აიღეთ ბიბლია, წაიკითხეთ. გეუნებით ჩემთან მოდით მეთქი? ჩემი დაიწყება ქრისტე, წაიკითხეთ ის, რაღაცას ღმერთი მოგავს, ერთმანეთს გაუზიაროთ და ვიყოთ დაძმები ქრისტეში და ცოლ-ქმარი ქრისტეში და ელმამიშვილები ქრისტეში. ეკლესიის წევრი უნდა გავხდეთ. ეკლესია კი არის ღმერთით გამოყოფილი ადამიანები წუთის სოფლიდან და ამ გაერთიანებას ქვია ეკლესია და არა ტაძარში მღვდელთან რომ იყაყალებს ქართველი. ნახეთ რა კარგი რამეა. ახლა მუსულმანობაში ცოდვის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი. მუსულმანი არ თulis თავის თავს ცოდვილ ადამიანად. არ ჭიდება მას გამომსყიდველი. ესე იგი რჩება ცოდვილ ადამიანად თუ ამ რწმენით მოკვდა ადამიანი ღმერთს დაშორდება. ბევრამე ზღულთან ჩვენს მიგვაქვს მშობლებს, ბევრამე არ მომწონს ახლა რასაც ვთქვათ რომელიმე ჩვენი შვილები აკეთებენ, მაგრამ ჩემი ხუშტორზე ხوار გაივლის, ჩემი ნებით ხوار გაივლის. ჩვენ ვეუბნებით რაღაცა და ვიღებთ, მაგრამ ფალყურს ვადევნებ და ისეთ რაღაცაში თუ გავა, რომელიც ჩემ რწმენას შეუტევს, აი იმას მე დისტანციას გავუკეთებ. იყოს თავისთვის რა. ჩემი არ მომახვიო თავზე. ზეწოლა არ მომიხდიო. გინდა მუსულმანი იყავი, გინდა კრიშნაისტი და გინდა ჰომოსექსუალისტი. ოღონდ მე არ შემაწყო. პროპაგანდა არ გაწიო. და მე არჩევანიც მომეცი. მინდა შენთან ცხოვრება? და ვუყურო, არჩევანი. ზალით არ შემეწევ. ასე რომ მეცეთ რა უფლება რა ადამიანებს, როგორც უნდა ისე გინდა ქვასეცი თაყვანისცემა და გინდა ვინც გინდა. მაგრამ ერთად პირობები რო არ აგვაქვს და ერთად რო ცხოვრობდა, აქ ერთი კრიშნაისტი ერთ, აუ ეგ საშინელებაა რა. ეგ საშინელება. შენი შესატყვის გარემოს რო ეძებ, შენი გარემოში რო ხარ, აი ერთიანიზე, აუ რა ბედნიერებაა იცი ოჯახში ცხოვრდეს ერთი განწყობის. ოჯახში ცხოვრობს მამა, ცოლი, შვილი, ერთი ინტერესებს, მაგალითად ბიოლოგია ინტერესი, მათემატიკა ინტერესი, შვილი, სალაპარაკო თემა აქვს, ამიგე. ნუ რელიგიაზე აღარ არის ლაპარაკი, ქრისტიანი ვართ ყველა და ამას არამარა ხوار დამჯდებით ახლა ხატებს ხوار დაუწყებთ ერთ ოთახში, ერთი ურახუნებს ხატს თავს, მეორე ოთახში, მაგაზე არ არის ლაპარაკი.
აი ეს სიმშვიდე როა ცოლ-ქმარს გამიგე ყველაფერში შეთანხმებული რო არიან გაჭირება არის და ამასაც ერთად რო გაჩავენ აუ ეს მაგარი რამე არ გიცოლი აუ ეს ბედნიერება აი ხალი რომ ღმერთმა შეგავდა აი კაცი რომ ღმერთმა შეგავდა რა ქმარი და სიმშვიდეს ფასი ბევრმა დაკარგა ხო და ვინც ურევს ამ სიმშვიდეს არ გავიკაროთ არავინ გინა მამა იყოს გინა სიმამრი გინა სიდედრი ურევ ოჯახს არ დაგინახო აქ რა არ მინდა რა აქ სიწყმარი აქ არის ნაკრძალი შემოდიხარ ნაკრძალში არ შემოიტანო შხამები მე ეს ჩემი გაგებარი არც ძალით საუბრობ ვისაც უნდა აგერავოთ საუბრობ და ერთმანეთს ვიგებთ ხო კარგი რამე ეს მასალა იესო ქრისტე და აქ ახლა დიქტატურა რაღაცა ის არის ბაპტისტი არის ადვენტისტია ის არის უნიტარია შენ ეს ახარ ის ახარ ადამიანი ჩემსაყვარელი და ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სეკულარული კანონებით იმართება ქვეყანა. ახლა რა დროს უნიტარიზმია და რა დროს მართლმადიდებლობა და რა დროს მუსულმანობა არის. ყველა სახელმწიფოს ვეკუთვნით და სახელმწიფო უშვებს ინდივიდუალური წმენის კანონს და მე ამ კანონის თანახმად ვარ ქრისტიანი. თავი დამანებებია ტყვიტებს, თორე დაურეკავ იმაზე, ეგ მიგაბძანებენ ზა ჯერ არს. გამიგე.